ჩვენი პირველი ლექციის მეორე ნაწილი ეს არის სოციოლინგვისტური თეორიის ძირითადი ცნებები. ამ საკითხზე საუბრისათვის ჩვენ მასალად გამოვიყენეთ ბატონ ნოდარ ლადარიას სახელმძღვანელო, რომელიც არ წარმოადგენს დეფიციტს ჩვენს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც არის და შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა ეს საკითხი ამ საკითხს უფრო ღრმად გაეცნოთ. ეს არის ძირითადი ცნებები სოციოლინგვისტიკის, მაგრამ ჩვენ აქ ჩვენს ვიდეო ლექციაში მაინც გვაქვს მოყვანილი. ისევე როგორც ყოველი მეცნიერება, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კონდეს დამოუკიდებელი მეცნიერების სტატუსი, სოციოლინგვისტიკაც ოპერირებს მისთვის სპეციფიური ცნებებით და მათი შესაბამისი ტერმინებით. ესენია ენობრივი კოლექტივი, ენობრივი სიტუაცია, სოციოკომუნიკაციური სისტემა, ენობრივი სოციალიზაცია, კომუნიკაციური კომპეტენცია, ენობრივი კოდი, კოდების გადართვა, ბილინგვიზმი, ანუ ორენოვნება, დიგლოსია, ენობრივი პოლიტიკა და ბევრი სხვა. გარდა ამისა, რიგი ცნებები ნასესხებია ენათმეცნიერების სხვა დარგებიდან: ენობრივი ნორმა, სამეთყველო ურთიერთობა, სამეთყველო ქცევა, სამეთყველო აქტი, ენობრივი კონტაქტი, ენათა არევა, შუამავალი ენა და სხვები. ასევე სოციოლოგიიდან და სოციალური ფსიქოლოგიიდან. საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, სოციალური სტატუსი, სოციალური როლი, სოციალური ფაქტორი და მრავალი სხვა. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ლექციებში ამ ცნებათა უმრავლესობას. ენობრივი კოლექტივი. რა არის ენობრივი კოლექტივი? ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც რომელიმე ენაზე ურთიერთობს. იგი სოციოლინგვისტური ანალიზისათვის საწყის ძირითად ცნებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ ცნებას განმარტება არ უნდა ჭირდებოდეს, იგი მაინც პრობლემურია. მაგალითად, საფრანგეთში მცხოვრები ფრანგები და ფრანგულენოვანი კანადელები არ შედიან ერთსა და იმავე ენობრივ ერთობაში. იგივე შეიძლება ითქვას ინგლისელებისა და ამერიკელების, გერმანელებისა და ავსტრიელების, ესპანელებისა და ლათინური ამერიკის მცხოვრებლების შესახებ. მეორე მხრივ საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ერთი და იგივე ენობრივი ერთობის წევრებად მივიჩნიოთ ერთსა და იმავე ქალაქში მცხოვრები და მომუშავე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ენობრივი კოლექტივის განმარტება საბოლოო სახით შემდეგნაირად წარმოგვიდგება. ენობრივი კოლექტივი არის ერთობლიობა, საერთო სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კავშირებით გაერთიანებული ადამიანებისა, რომლებიც ამ ერთობლიობის ფარგლებში გავრცელებული ერთი ან რამდენიმე ენის საშუალებით თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებენ უშუალო ან გაშუალებულ კონტაქტებს ერთმანეთთან და სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტთან. ენის სოციალური დიფერენციაცია ასევე სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. ეს ფენომენი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან ადვილი დასაფიქსირებელია, საკმარისია მოვისმინოთ ადამიანის მეტყველება, რომ არ გაგვიჭირდება გამოვიცნოთ მისი წარმოშობა, თუ სად არის გაზრდილი, როგორი აქვს განათლების დონე და ასე შემდეგ. მართლაც გაიხსენეთ თუნდაც ბერნარ შოუს პიგმალიონი, რომელიც სწორედ ამაზეა აგებული. ამ საკითხთან მჭიდრო კავშირშია ენისა და ნაციის ურთიერთობის პრობლემა. აქვე უნდა ვახსენოთ ნაციონალური ენის ცნება, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი არის სოციოლინგვისტიკურ ანალიზებში. ასეთივე მნიშვნელოვანია ცნება ენობრივი სიტუაცია, რომელიც წარმოადგენს ენის არსებობის ფორმათა ერთობლიობას. ენობრივი კოდი. ფართო გაგებით, კოდი არის კომუნიკაციის საშუალება. ამ ტერმინით აღინიშნება როგორც ბუნებრივი ენები, ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ასე შემდეგ, ასევე ხელოვნური ენებიც, ესპერანტო, ასემბლერი, დროშების საშუალებით გადმოცემული საზღვაო კოდები, მორზეს ანბანი და ბევრი სხვა. კერძოდ, ლინგვისტიკაში კოდის ქვეშ იგულისხმება ადამიანთა შორის კომუნიკაციის ენობრივი საშუალებები: ენა, დიალექტი, ქალაქური კოინე, პიჯინი, ჟარგონი, ლინგვა ფრანკა და ასე შემდეგ.
ასევე გამოიყენება ტერმინი სუბკოდი, ანუ ქვეკოდი, რომელიც აღნიშნავს კოდის რაიმე ნაირსახეობას. რა შეიძლება ეს იყოს? ლიტერატურული ენა, პროფესიული ჟარგონი, ტერიტორიული დიალექტი, რომლებიც ერთი ეროვნული ენის ქვესისტემებია. ეხლა სოციო-კომუნიკაციური სისტემა. რომელიმე ენობრივ ერთობაში მოქმედი და ერთმანეთთან ფუნქციონალური შემავსებლობის ურთიერთობაში მყოფი კოდებისა და სუბკოდების ერთობლიობას ამ ერთობის სოციო-კომუნიკაციური სისტემა ქვია. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რას ნიშნავს ფუნქციონალური შემავსებელი, უნდა გავიაზროთ, რომ ყოველ ენობრივ ერთობაში მოქმედ კოდს, ან სუბკოდს, განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოციალური ფუნქცია აქვს. მაგალითად, ფამილარული, მეგობრული ურთიერთობის სუბკოდი არ შეიძლება გამოყენებული იქნას სასამართლოში, რაიმე ბიზნეს გარემოში, ასევე კერძო წერილის სტილს ვერ გამოვიყენებთ ოფიციალურ მიმოწერაში, ოფიციალურ საქმიან მიმოწერაში და ასე შემდეგ. კოდების გადართვა და შერევა. იგულისხმება, რომ ერთი და იგივე ადამიანი ფლობს რამდენიმე სუბკოდს და მათ შორის გადართვას აწარმოებს იმის დამიხედვით, თუ რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება დროის მოცემულ მომენტში. ენობრივი ცვლილება. თავისთავად ცვლილების ცნება იმდენად ელემენტარული და თითქოს და ცხადია, რომ თითქოს განმარტებას არც საჭიროებს. თუმცა არც ისე ადვილია განმარტოთ, თუ რა არის ენის ცვლილება ამ სიტყვის ლინგვისტური თუ სოციოლინგვისტური თვალსაზრისით. როგორია ენობრივი ცვლილებების მიზეზები და მექანიზმები? რატომ იკარგება ერთი, მაგრამ შენარჩუნდება სხვა ენობრივი ფორმები ან ერთეულები? რა ძალები ეწინააღმდეგება ენობრივ ცვლილებებს? რა პრინციპები უდევს საფუძვლად მოცემულ საზოგადოებაში ენობრივი ცვლილებების ახსნისა და წინასწარი განსაზღვრის შესაძლებლობას? ვარიაცია. ენის ისტორიული, ესე იგი დროის განმავლობაში განვითარებული ცვლილება შეიძლება მივიჩნიოთ ვარიაციის კერძო სახედ. მაგრამ არანაკლებ საინტერესო არის ენის სივრცითი ვარიაციები. გარდა ამისა, არსებობს ენის ვარიაციები, რომლებიც ვითარდება საზოგადოებრივ სივრცეში. აქ გულისხმობთ ბუნებრივ ენათა იმ სახესხვაობებს, რომლებიც შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში. სპეციალური ლიტერატურის დიდ ნაწილში ტერმინი ვარიაცია გამოიყენება იმ ფენომენის აღსანიშნად, რომელსაც ყოფით კონტექსტში მოვიხსენიებთ როგორც ენას. მაგალითად ამბობენ, რომ ნორვეგიული და შვედური სკანდინავიური ჯგუფის ვარიაციებია, იტალიური, ფრანგული, ესპანური, რუმინული, რომანული ჯგუფისა და ასე შემდეგ. ახლა მულტილინგვიზმი. ეს არის ისეთი სოციალური დაჯგუფებების ენობრივი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მათი წევრების მიერ ორი ან მეტი ენის აქტიური გამოყენებით. ამ ფენომენის მნიშვნელობა უეჭველია როგორც ისტორიული, ასევე სოციოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, მე-20 საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში საქართველოში რუსული ენის ცოდნა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო სოციალური პრესტიჟის მოსაპოვებლად, კარიერული ზრდისთვის. საბჭოთა კავშირის დასვლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ადგილს იკავებს ევროპული ენები და ძირითადად, რა თქმა უნდა, ინგლისური. ენების უკან დახევა და მათი სხვა ენებით ჩანაცვლება და ახალი ენის წარმოშობაც შეიძლება განვიხილოთ როგორც მულტილინგვიზმისა და სხვადასხვა ენათა შორის კონტაქტების ერთ-ერთი შედეგი. სოციოლინგვისტიკის ინტერესების სფეროში შედის არა მარტო ის, თუ რა გავლენას ახდენს ინდივიდთა სოციალურ ცხოვრებაზე რამდენიმე ენის ცოდნა, არამედ ისიც, თუ რა ფუნქციას ატარებს ამ სოციუმში გამოყენებულ ენათაგან თითოეული. ეს განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა ენას ადამიანი სხვადასხვა სოციალურ გარემოში ან და სხვადასხვა სიტუაციაში იყენებს. ამ ვითარების ამსახველი ერთ-ერთი ტერმინია მულტილინგვიზმის ისეთი კერძო შემთხვევა, როგორიც არის დიგლოსია. რელატივიზმი. სოციოლინგვისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენობრივი რელატივიზმის ჰიპოთეზას, რომელზეც არის დაყრდნობილი სეპირისა და უორფის შრომები. ეს არის საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ არის განპირობებული ინდივიდის მიერ გამოყენებული
ენის სტრუქტურა მისი მსოფლმხედველობით. ბევრმა მეცნიერმა ამის საპირისპიროდ გამოთქვა აზრი, რომ თვით ენის სტრუქტურა ახდენს გავლენას ადამიანის მიერ გარე სამყაროს აღქმაზე. წარმოიშვა ისეთი თვალსაზრისით, რომ ენის გამოყენების დამოკიდებულება სქესზე, გენდერული პრობლემა, გამოწვეულია მამაკაცისა და ქალის მიერ სამყაროს სხვადასხვანაირ აღქმაზე და მათ შორის არსებულ გაუგებრობებზე. რელატივიზმის ბაზაზე ხდება სხვადასხვა ჯგუფთა ფარგლებში გავრცელებული ენობრივი ვარიაციების შედარებითი ანალიზი, მათი ენობრივი რესურსების გამოკვლევა. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა ფორმალური, ეგრეთ წოდებული თავაზიანი მეტყველებისა, სხვადასხვა ენის ფარგლებში სოციალური ფაქტორებისა და შედეგების გათვალისწინებით. ინტერფერენცია. ბილინგვი ადამიანის მეტყველებაში, ორენოვანი ადამიანის მეტყველებაში ხშირად ხდება ორი სხვადასხვა კოდისთვის დამახასიათებელი ნიშნების ზედდება, ანუ ინტერფერენცია, რომელიც განიმარტება, როგორც ბილინგვის ერთი რომელიმე ენის მეორე ენაზე ნებისმიერი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ არაკონტროლირებადი პროცესი. შეგნებულ ნასესხობებს, რასაც ხშირად აქვს ხოლმე ადგილი ნებისმიერ ენაში, ინტერფერენციასთან არ აკავშირებენ. ინტერფერენციის მიმართულება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. უფრო ხშირად გამოყენებადი ენა უფრო ადვილად მოქმედებს მეორეზე. ამის აღმოჩენა საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ინტერფერენცია შეიძლება იყოს ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური. ფონოლოგიური ინტერფერენცია შეიძლება იყოს სამი სახის. პირველი, ფონემათა არასაკმარისი გარჩევა, მაგალითად ევროპელებს უჭირთ გაარჩიონ ქართული ქ და კ, თ და ტ. მეორე, ფონემათა ზედმეტი გარჩევა, მაგალითად ფრანგები რუსულ ენაში არჩევენ ღია და დახურულ ეს, რომელსაც თავად რუსები ვერ აღიქვამენ. რეინტერპრეტაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია გერმანელის მიერ რუსული ყრუ და მჟღერი თანხმოვნების დაპირისპირების ინტერპრეტაცია, როგორც სუსტი და ძლიერი ბგერების დაპირისპირებისა, რაც ხშირად არის გამოყენებული მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში გერმანელისთვის დამახასიათებელი მეტყველების გადმოსაცემად. მორფოლოგიური ინტერფერენცია, ჩვეულებრივ ეს არის მეორე ენის გრამატიკულ კატეგორიათა აღქმა საკუთარი ენის ანალოგიურად. მაგალითად, რუსულად მოლაპარაკე ქართველებს ყოველთვის უჭირდათ გრამატიკული სქესის გამოხატვა, ვინაიდან ქართულში მოგეხსენებათ, რომ სქესის გრამატიკულად არ გამოიხატება. ქართულად მოლაპარაკე რუსები და სომხები კი ხშირად ცვლიან მოთხრობით ბრუნვას სახელობითით. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ ქართულში იმ ადამიანთა ლაპარაკშიც კი, რომლებმაც სრულიად არ იციან რუსული ენა, გამოთქვებს გაყიდვაშია, იყიდება, ამის მაგევრად საქმე იმაშია, საქმე ისაა, როგორც წესი, ჩვეულებრივ. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამ ინტერფერენციის მიზეზი ალბათ საგაზეთო და ოფიციალური ტექსტების უხარისხო თარგმნის მრავალწლიანი წერილობითი ტრადიციაა. სამაგიეროდ შორისდებულ ნუს ხშირი გამოყენება, ნუ რა ვიცი, ნუ კარგი რა და ასე შემდეგ, ზეპირი ინტერფერენციის მაგალითია. საზოგადოდ ინტერფერენცია ინდივიდის პიროვნული თვისებაა, მაგრამ გარკვეულ ენობრივ სიტუაციაში მან შეიძლება საზოგადო ხასიათი მიიღოს და ენაში დამკვიდრდეს, რასაც მოყვანილი მაგალითებით მოწმობს. სინტაქსური ინტერფერენციის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა არის სიტყვათა ჩვეული თანმიმდევრობის შეცვლა რომელიმე ენის გავლენით. მაგალითად, რუსმა შეიძლება თქვას ინგლისურად came this spring came ამის მაგივრად და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება lingua francas. ამ ტერმინით, რომლის მნიშვნელობა შეიძლება ლათინურიდან ითარგმნოს როგორც საყოველთაო, თავისუფალი ან მისაწვდომი ენა, აღინიშნებოდა ლათინური, იტალიური და არაბული ენების საფუძველზე წარმოქმნილი ენა, რომლითაც შუა საუკუნეებსა და ახალი დროის დასაწყისში ურთიერთობდნენ ხმელთაშუა ზღვის ნაოსნები და ვაჭრები. ამ ენის სახესხვაობა, რომელსაც საბირი, ლათინურად ცოდნა, გაგება, ეწოდებოდა მე-19 საუკუნემდე შემორჩა ხმარებაში.
დღეს lingua francად პირობითად იწოდება ის ენები, ესენი შეიძლება იყოს როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი, რომლებიც ადამიანთა მუდმივ ან დროებით საზოგადოებებში საურთიერთობო ფუნქციას ატარებდნენ. თუმცა შესაძლოა, რომ საზოგადოების არც ერთი წევრი თავისთავად არ იყო ამ ენის მატარებელი.